თბილისის მერია და თბილისის მუნიციპალიტეტების სოფელ აზვის და დვანის მოსახლეობისგან ვაშლს შეიძენენ პროცესი დღეს დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. სწორედ ამ ფორმით დაეხმარებიან სოფლის მცხოვრებლებს დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი ვაშლს იმ ოჯახისგან შეიძენენ, ვისთვისაც შეთავაზებული ფასი მისაღები იქნება. მე არ ვიცი, ეს დახმარება მაწყობს კი არა, რითი საკითხავთ როგორ გადაგიხავთ ყველას მადლობა. ეს ჩემ მოხმარება კი არა, ეს ქართველი ადამიანის მოხმარება. ეს საქართველოს რომ ვახსოვარ საქართველოს რომ სადღაც რაღაც გაჭირებულ ხალხსა ასეთ თანადგომას გვიწევთ. საოკუპაციო ზოლთან სოფელ აზვში ვეხმარებით მოსახლეობას ვაშლის მოსავლის აღებაში, რომელსაც ასევე შევისყიდით და ვაშლს, რომელსაც ჩვენ შევისყიდით, უმწევრთა სასადილოების ბენეფიციარებისთვის შევიძენთ და დავარიგებთ უმწევრთა სასადილოებში. საოკუპაციო ზოლში ყოფილი მოსახლეობა დღეს განიცდის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზეგავლენას რუსული აგრესიის გამო. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის მერია მიიღო, მიმაჩნია ძალიან ჰუმანურად, ძალიან სოლიდარულად, რომ ჩვენ დავეხმაროთ ამ ოჯახებს და ვაშლის ნაკრებაში, რომელიც მათი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.